სახელითა მამისათა და ძისათა და სული სიკვდილის. დიდ მარხვის მეექვსე კვირის შაბათს ეკლესია აღნიშნავს 4 დღის მკვდარი ლაზარეს გასუსხლების სასაულს და იმზადება ზოგი დღესასწაულისათვის და საქართველოს ეკლესია კიდევ უფრო დიდი მოწიწებით ხდება ამ დღეს და ქართული ენის ქების და დიდების დღეს მოიხსენიებს მას აბსოლუტურ შრომაში. რატომ არის ესეთი პატივი ჩვენი ენისადმი, განა რა არის ქართული ენა, რომ ეკლესიამ ესეთი დიდი პატივი და დიდება მიანიჭა მას. მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში არის დაახლოებით 200-მდე სახელმწიფო. 1500-მდე ენა არის, რაზეც ლაპარაკობენ ხალხი. არის დაახლოებით 16 ამბანია, რატომღაც იძახიან, რომ 14 და 16-ია და 3 არის ქართული. გლოვანი, ხუცური და მხედრული. ჩვენ რატომღაც ქართველებს გაცევთ იმის გაფრთხილებაც არ ვიცით, იმის წარმოჩენა არ შეგვიძლია და არიან ერები, რომელსაც არაფერი არა აქვს და იგონებენ რაღაცას. და ჩვენ თავს გამეტებენ და ჩვენ პასუხის გაცემაც არ შეგვიძლია. სწორედ ამაზე ბრძანებს წმინდა ილია მართალი, რომ ქართველები ისე გაჩეჩანოვდნენ და პასუხის გაცემაც არ შეუძლიათ. მიზეზი რა არის? არ ცოდნა საკუთარი ისტორიისა და არ დაფასება საკუთარი წინაპრების ღვაწლისა. დღეს გითხარით, რომ სოფლიოში 1500-მდე ენა არის, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობდა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი დევა 60-დან გამოდევნა, ყველანი ლაპარაკობდნენ ერთ ენაზე. 60-დან გამოგდებულ ადამიანს უფალი შეპირდა, რომ მოუვლენდა მას მესიას, მხსნელს, რომელიც ისევ დააბრუნებდა 60-ში კაცობრიობას და შეარიგებდა ადამიანს ღმერთთან. მაგრამ ადამიანმა აქაც ურჩობა გამოიჩინა ღვთისადმი, როგორც ადამმა თავის დროზე და აგზალული ხილი შეჭამა და რის გამოც დაკარგა 60-ზე, აქაც ადამი ეურჩება ღმერთს, ადამიანი და თვითონ იწყებს ღმერთამდე ასვლას, ფიქრობს, რომ თვითონ მივა ღმერთამდე, მას არ ჭირდება მხსნელი, არ ჭირდება მშველელი, არ ჭირდება მესია და იწყებს ბაბილონის გოდოლის აშენებას. ბაბილონის გოდოლი ეს იყო მაღალი კოშკი, რომელსაც ფიქრობდნენ ააშენებდნენ და ცამდე აწვდებოდა ეს კოშკი და თვითონ ავიდოდა და თვითონ შევიგდებოდა ღმერთს. დღეს ღმერთის წინააღმდეგ სვლას ბაბილონის გოდოლის შერება ქვია, სინონიმები არის ეს ორი სიტყვა, წინადადება. როდესაც დაიწყეს გოდოლის შენება, ეს ღმერთისთვის არ იყო სათნოქმედება, ამიტომაც ღმერთმა ენები აურია მშენებლებს, ადამიანებმა დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი, ერთმანეთს ვეღარ აგებინებდნენ რა უნდათ და მშენებლობის საქმე ჩაიშალა. მართალია ღმერთმა ენები აურია ადამიანებს, მაგრამ გრამატიკა, ანუ სიტყვათა წყობა წინადადებაში ახალ წარმოქმნილ ენებში ერთი და იგივე იყო. თქვათ პურს, სხვადასხვა ენაზე თქვათ სხვადასხვა სახელი, მაგრამ პურის ადგილი წინადადებაში იყო თავში. შემოსვლელი იყო მეორე ადგილას, და იყო მესამე ადგილას, ეს იყო საერთო ყველა ძველი ენებისათვის. ესეთი აგებულება ჰქონდა ძველ ენებს და ეს ძალიან კარგად ჩანს სახარებაში. ეს ძალიან კარგად ჩანს საეკლესიო წიგნებში. სადაც ძველ ქართულად არის დაწერილი, სადაც ძველ სლავურად არის დაწერილი, ძველ სომხურად არის დაწერილი, ძველ ბიზანტიურად, ძველ ლათინურად. ყველგან სიტყვათა წყობა, თანმიმდევრობა წინადადებაში ერთნაირია. თარგმანება ხდებოდა სიტყვა სიტყვით. როგორც გითხარით, ამის მაგალითია სახარება, ფსალმუნი, პარაკლიტონი და საერთოდ საეკლესიო ლოცვები, რომელიც არის დაწერილი. ამიტომ იყო გიორგი თათმიდელი, ეფრემ მცირე, დიდი თარგმნელები ეუნებოდნენ და პირდაპირ მიუთითებდნენ როგორ დაეთარგმნათ. სიტყვა სიტყვით უნდა წასულიყო თარგმანი. აი რამდენად უნდა გასაკვირი იყოს, წარმოიდგინეთ ერთნაირი გრამატიკა ქონდა ძველ ქართულს და ძველ რუსულს, სლავურს, ძველ ბერძნულს, ბიზანტიურს. სახარებით დღეს შეიძლება ერისთავი. აი რო აიღებს სახარების სიონეს, სახარების პირველი თავის პირველი სიტყვა არის დასაბამიდან. იყო სიტყვა და სიტყვა იყო გვერდ. აი ესე სიტყვა სიტყვით მიდის ყველაფერი. შეგვიძლია დაიდო ქართული სახარება, დაიდო ლათინური სახარება და ისწავლო ლათინური. ახალ ენებში ეს უკვე აღარ არის. ახალ ენებში, როდესაც ენებმა დაიწყეს განვითარება და ჩამოყალიბება და სახეცვლილება, შეიცვალა მათი გრამატიკაც და მივიღოთ აბსოლუტურად სხვა სიტყვათა წყობა წინადადებაში. ახალ ენებში ყველა ენას განსხვავებული გრამატიკა, ქართული გრამატიკა სხვა არის, ინგლისური გრამატიკა სხვა არის, ფრანგული სხვა არის, გერმანული სხვა არის, რუსული სხვა არის, არაბული სხვა არის. აი და როგორც გითხარით, ეს ადრე თავიდან პირველ საუკუნეებში იყო ყველასთვის საერთო. ზოგმა ენამ იმდენად დიდი ცვლილება განიცადა, რომ ფაქტიურად და თავის წინამორბედისაგან იმდენად განსხვავდება, ფაქტიურად საერთოდ ახალი ენები ჩამოყალიბდა. მაგალითად ძველი გერმანული, ძველი ჩინური. ჩინელებს საერთოდ არ ესმის ძველი ჩინური.
აი ხوانხელა კულტურის ქვეყანა ჩინეთი წარმოიდგინეთ რამხელა კულტურა ქონდა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო აქ თუ ეგვიპტე შეიქმნა ძველი ჩინეთი იყო ძველი ინდოეთი იყო დღევანდელ ჩინელებს არ ესმით ძველი ჩინური გერმანელებს არ ესმით შუა საუკუნეების გერმანული ლაპარაკია მე-16 და მე-17 საუკუნეების ფრანგებს არ ესმით შუა საუკუნეების ფრანგული ინგლისელებს არ ესმით შექსპირის ენა შექსპირი რა ენაზე წერდა დღეს ინგლისელები ამ ენაზე ვერ კითხულობენ სამი საუკუნეა გასული სულ მეტი ხო არა 4 საუკუნე დაიკარგა ძველი ბერძნული და ბიზანტიური ენა რომელზეც დაიწერა სახარება წარმოიდგინეთ მოციქულები ლაპარაკობდნენ არამეულ ენაზე და დაიწყეს სახარების გადაგება და წერა ბერძნულად ძველ ბიზანტიურად წერდნენ და ბერძნებს ამისი თავი მოაქვს რომ ისინი არიან სახარების ენის მფლობელები და პატრონები დღეს ეს ბიზანტიური ენა არავის არ ესმის საბერძნეთის ეკლესიაში ხალხი დგას როცოზე თავის ენა არ ესმის წარმოიდგინეთ რა დაიკარგა იესო ქრისტეს ენა რომელზეც ქრისტე ლაპარაკობდა მხოლოდ 4 სოფელი დარჩა სირიაში ვინც ამ ენაზე ლაპარაკობს დაიკარგა ძველი სომხური ენა არის მკვდარი არ არსებობს ესე სომხები დღეს ტაძარში როდგანან თავისი ძველი ენა არის ერთადერთი გამონაკლისი ეს არის ძველი ქართული ენა წარმოიდგინეთ რა ჩვენ თავისუფლად გვესმის მე-5 საუკუნეში არათუ მე-7 და მე-16 და მე-17-ში მე-5 საუკუნეზეა ლაპარაკი შუშანიკის სამება, იაკობ სულტაველი, აბოთვილელის სამება, არსენ კათოლიკოსის ქადაგებები და საუბრები. მართალია შეიცვალა თავისუფლად ესმით ქართული. მართალია ცოტა შეიცვალა ხანმეტი ტექსტები იყო, ჰაემეტი გვასწავლეს სკოლაში გახსნით რა. ეხლა მაგალითად ფერედანში რო არიან ქართველები ჩის უმატებენ ყველაფერს. ეთქობა ესე ლაპარაკობდნენ შაჰაბაზის დროს, მაგრამ აი სახში კი არა სახში იწავედი და ჩის იძახია ჩის მაგენ მაგრამ ეს არაფერს აწვევდა. ფაქტი რომ ენა მთელი თავისი საფუძვლით არის დაცული და შენახული. ამ ენამ ქართულ ენაზეა ლაპარაკი გაიარა, დიდი ხანია გაიარა თავისი განვითარების სტადიები. ყველა ესენები, რომლებიც ჩამოთვლილი გერმანული, ფრანგული ენის, ეხლა გადიან განვითარება და იმდენად ჩამოუყალიბებლები არიან, შეიძლება ითქვას, რომ დღეს 2-3 საუკუნის წინ რა ენაზეც ლაპარაკობდნენ, არავის არ ესმის ესე. მეცაც გეტყვით ინგლისური ამერიკული ინგლისური განსხვავდება ინგლისურისგან და ავსტრალიის ინგლისურისგან. ინგლისის ქალაქებში კი სხვადასხვა ენა. ზოგიერთი სოფლებია, რომელიც საერთოდ ძველებულს ლაპარაკობს, სოფლების ზღვარი მოშლილია, მაგრამ შემონახულია ის ძველი, რომელიც გაუგებარია ძველი სოფლები. ანუ ესენები ეხლა გადიან თავის ჩამოყალიბების პროცესს, დახვეწის პროცესს, ქართულმა ენამ ეს ყველაფერი გაიარა. ეს ყველაფერი შეიძლება შეადარო ღვინოს. აი ღვინოს რო დაწურავ, შენ ხო ამღრეულია, რომ დაილექება ძირი უნდა გადაუღო. მე დაილექება კიდე უნდა მოაცილო ღვინი, მე კიდე უნდა მოაცილო და აცილებ თელ წუჩს რაც აქვს, ამაში ილექება, თხლეს ეძახიან. ქართულ ენაში ეძველი მოცილებები უკვე დამთავრდა ჩვენ წელს აღრიცხვამდე. წარმოიდგინეთ როდიდან მოდის ქართული ენა. და დღეს უკვე არის დახვეწილი, ჩამოყალიბებული და მას გადასაღები მოსაცილებელი არაფერი აღარ აქვს. ყველაფერი ჩამოცილი. და სირცხვილი არ არის ამ ენაში ხა. სიტყვა რო გაქვს მარანი და ღვინის სახს რო იძახე. თონე გაქვს და პურის სახს იძახე. მე ვფიქრობ სირცხვილია და შეურაცხყოფა საკუთარი ენის, საკუთარი თავის, საკუთარი კულტურის. ამ ენას ჭირდება დიდი გაფრთხილება, დიდი მოვლა. კარგია ჩვენ სკოლებში ისწავლება ძველ ქართულად, მაგრამ მე ვფიქრობ, ეხლა მეგონი შეცვალა არაფერს აღარ ასწავლებს საერთოდ. და მე ვფიქრობ ეს ძველი ქართული უნდა აუცილებლად ისწავლებოდეს და ამის განსაკუთრებულად შემსწავლელები არიან ბრევი, რომელიც პირადად ეხებიან ძველ ქართულს. ლოცვებზეა საუბარი. ძველ ქართულად კითხულობ. დღეს არიან ადამიანები, რომელსაც თავი ძალიან მოაქვს თავისი განათლებით და იძახიან, რომ აბსოლუტურად არაეკლესიური ხალხია ეს უმეტესობა და იძახის, რომ ეკლესიაში იმიტომ არ დავდივართ ჩვენ, რომ იქ არ გვესმის რაზეა ლაპარაკი, რა არის? რა არის გაუგებარი? და ბერძნებმა რა თქვა? როდესაც საერთოდ არაფერი ეს ძალით სწავლობენ ყველაფერს. და სხვა ხალხმა რა თქვა, რომელიც ძალით სწავლობს ამას ყველაფერს. ჩვენ ეს პრობლემა არ აქვს. და ვინც მოვა ეკლესიაში, ვინც დადის ეკლესიაში, დამეთანხმება, რომ ცოტა ხანში ყური ისე წდება და ენა ისე წდება, პირდაპირ ეჩვევა გალობა და ძველ ქართულზე ლამაზ და ტკბილია, რომ მე ვერ წარმოვიდგენდი. ეს არის ენა, რომელიც განწყობას იწვევს, ან დინარის პირას კი არა, რომ მოჩუქჩუხებს. ხო გინერთ პატარა რომ თავი ჭხრიალი რო, აი რომ უსმენ ამაზე, ტკბილი მოსასმენი რო, აი ესეთი ენა. თქვენ შეგიძლიათ ახალ ენაზე ნათარგმნი ფსალმუნები გადაშალოთ, სონგულაშვილის გამოშვებული სახარება და ბოლოში ნახავთ, ახალ ენაზე ნათარგმნი ფსალმუნი რა არის? ეს მე შემიძლია შევადარო ფურცელზე დახატულ ვარდს. აბსურდი ამას არ არის. ამ ზერო დახატო ფურცელზე გაგაცვლოს ვერ გას. ძველი ქართული სულ სხვა რამე. დღეს ის ადამიანები, ლიბერალები, ვინც იძახიან, რომ ეკლესიაში ენა უნდა გამოიცვალოს,
არიან მოწინააღმდეგები არა მარტო სულიერად საქართველოს, რომელიც მათ ნაკლებად დაინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს. ესენი არიან მოწინააღმდეგები პირდაპირ ეროვნულობის საქართველოში, ერის, ტრადიციების, ისტორიის, როგორ შეიძლება ამის მოკლა. ეს ისევია რაიმე ძვირფასი ნახატი, რომელიც დაზიანებულია, გამოვიდა ნაგავში გადააგდო. როცა არ გესმის მისი ფასი, არა, ის არ შეუფასებელი, აუქციონზე მას ფასი არ აქვს. აი ესე იცევენ ეს ადამიანები, ჩვენ ამის უფლება მათ არ უნდა მივცეთ. ვინ ჩვენ ეკლესიის ხალხი. ეკლესია რომელმაც აქამდე მოიტანა ჩვენი ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ხალხი. და რითი არ უნდა მივცეთ ამის უფლება? ჩვენი სწავლი. არა მარტო ძველ ქართულად უნდა ლოცულობდეთ. არამედ ძველ ქართულად უნდა ვკითხულობდეთ სახში, დილის ლოცვებს, საღამოს ლოცვებს, სახარებას, ფსალმუნს, ზიარების წინა ლოცვებს, პარაკლისებს, ყველაფერს უნდა ვიხდიდეთ ძველ ქართულად. ეს არის ჩემი ლოცვა-კურთხევა თხოვნად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოძღვრების სულიერი მრევლი ესე იქცევა. მე ვფიქრობ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. მე არაერთხელ გამომიცხადები ეს და ვინც ამას არ აკეთებს, აი დავიწყო. გადადეთ ხებრული ლოცვები და ხუცური შევიძე, ხუცურად დავიწყო დილას საღამოს ლოცვები. ფსალმუნები, სახარება, ზიარების წინათ ყველაფერი ხუცურად ვიკითხო. რომ ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენ უნდა გქონდეს ეკლესიამ თავის სიახში უნდა შეინარჩუნოს. საქართველოს ეკლესიას არაერთხელ გადაურჩენია საქართველოს ეხაც უნდა გადავარჩინოთ. ლიბერალიზმისაგან და განმაახლებლობისა და მოდერნიზმისაგან. მე ამბანი ვახსენე ახლა ქართულ ენასთან დაკავშირებით და გითხარით რომ 200-მდე ქვეყანა არის. 1500-მდე ენაა, ცოტა მეტი, ზოგი 1600 იძახის. და არის 16 ამბანი. აი ამ 16 ამბანიდან 3 არის ქართული. რატომღაც ჩვენ შემოგთავაზეთ რომ არის 14 და ჩვენც ავიტაცეთ რომ არის 14. და არ არის 14, არის 16. ერთი ამგლოვანი ქრისტიანობამდელი წარმართული ამბანი, რომელიც მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე და ამაზე ამ პრინციპზე აგებული. ერთი არის ხუცური და თითო სიტყვიდან ჩანს ხუცესი არის ეკლესიის საყურიდან. ეკლესიის მსახურთა ამბანი იყო და არის ამბანი ხებრული, რომელიც უფრო გვიან შემოვიდა საქართველოში საერო მწერლობასთან შემოსვლასთან დაკავშირებით. სოფლიოში არსებობდა უამრავი ამბანები, იყო ძველი ლურსმული დამწერლობა. ჩვენ მეზობლად ცხოვრობდნენ ალბანელები, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე ქონდათ დამოუკიდებელი ენა, კითხყოფადი ამბანი, დამოუკიდებელი ამბანი, გაქრეს ხალხი თავის ენასთან და ამბანთან ერთად. ჩვენ გვერდში ცხოვრობენ სომხები, რომელსაც ერთი ამბანი აქვს, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ. ჩვენ გვაქვს 3. ეს უნდა ვიძახოთ, რომ გვაქვს 3 და არა 1. როგორც გითხარით, ქართული ამბანი ფარნაოზ მეფეს მიეწერება, რომან წყობში მოიყვანა ქართული დამწერლობა. ეს არის ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნე და უკვე მე-4 საუკუნეში, მე-5 საუკუნეში 430 წლით თარიღდება ქართული პირველი წარწერა ასომთავრული პალესტინაში. მაგრამ ჩვენ დღეს ხედავთ, რომ ჩვენი მეზობელი სომხები გვედავებიან კი არ გვედავებიან. დაფსინიან და ქილიკით ლაპარაკობენ, რომ თითქოს სომხებმა დაუწერეს ქართველებს ამბანი, უფრო დაბალ დონეზე საუბარს მოусვენ. ეს მეთო მაკარონები გადმოყარავ და რო დაიგრიხა ეგ არის თქვენ რაღაც დარჩა. ეს ასაცილო არ არის. მე ვფიქრობ თითოეულმა ქართველმა რასაც ახლა ვიტყვი, ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს და ესეთი პასუხი გასცეს საკადრისი ესეთი აზროვნების ადამიანებს. აუცილებლად. და ამის თქმას მაიძულებს წმინდა ილია მართლის სიტყვები, რომელიც გულისწყვილით იძახის ქართველთა დაბეჭავებას, რომ თავისი ისტორიის დაცვა არ შეუძლია. რატო? იმიტომ რომ არ იციან. სომხები მეუნებიან, რომ მათ ჩვენ გადაწერეს ამბანი და მოყოთ მესროპ მაშტოცი. და ამბობენ, რომ მესროპ მაშტოცმა ქართველებს დაუწერა ამბანი. ჩვენ რომ ჩავიხედოთ მესროპ მაშტოცის ცხოვრებაში, მისი ცხოვრება დაწვრილებით აქვს აღწერილი ლაზარე პარფეცი, ესეთი ისტორიკოსი იყო სომეხი, რომელმაც დაწვრილებით აღწერა მესროპ მაშტოცის ცხოვრება. სად იყო, რომელ ქვეყანაში იყო, სად მოგზაურობდა, რას აკეთებდა. დიდი წმინდანია მესროპ მაშტოცი სომხებისათვის, ამიტომ გამოკვლეულია ყველაფერი. არსად ლაზარ პარფეცი აღწერსო მესროპ მაშტოცი იყო საქართველოში და იცოდა ქართული. მან ქართული არ იცოდა. იცოდა სპარსული, იცოდა ბიზანტიური, იცოდა სომხური, ქართული არ იცოდა. ყოველ შემთხვევაში მის ცხოვრებაში ესეთი რამ არ წერია. და მესროპ მაშტოცის ცხოვრებაში წერია, რომ მანო სომხური ამბანი შექმნაო და ამისათვის დიდი შრომა გადაიხადაო. ის დიდი ხანი ფიქრობდაო და ზეგ არ დამოწიო, მასო მოეცაო, ძალაო და დაწერა სომხური ამბანი. მაგრამ ბოლომდე ვერ დაწერა და პირდაპირ სომხურისავე წყაროებში წერია, რომ მან ბოლო 5 ასო სომხური ამბანისა ვერ შექმნა, წავიდა სირიელ იაკობიტებთან და
მათთან ყოფნისას 2 წელი დაყოს ამათთან და მათ დაუწერეს ის 5 ამბანი გამოუსახეს და მიწეს. რომელიც ჩაიდა სომხურ ამბანში და სომხური ამბანი დამთავრდა. სომხური ამბანის დამთავრების თარიღი არის 400-დან 412 წლამდე. ზოგიერთი მკვლევარი იზრდება 420 წელს და 418 წელს. წარმოვიდგინოთ 420 წელს, გინა 412 წელს სომხებმა ამბანი დაწერეს. დიდი ფიქრის შემდეგ მესროპასტოსმა დაწერა. მერე 3 წელი სირიელები ეხმარებოდნენ, დაწერა და შემდეგ გადმოვიდა და ქართველებს 33 ამბანი დაუწერა, ასო დაუწერა. და ქართველებმა ეს უთმათ ისწავლეს და მერე წავიდნენ პალესტინაში და ამოკვეთეს ბარელიეფი კი არ ამოკაწრეს. როგორც ახალ დამწყებლებმა ბარელიეფი გააკეთეს, ანუ ასოები ამოწეულია ქართული წარწერა. რა ქვია? ამაზე ქართველებს პასუხის გაცემა შეუძლია. ჯერ ეს არანაირ ლოგიკაში არსებობს. ესე თუ რამე იქნებოდა ჯერჯერობით ამოკაზრდა, ეს ქართულით არ იწყება ყველაფერი. ჩვენ ამოკაზრდა და მე რომ დახელოვნდები ამაში მე რეაკეთებ ბარელიეფი და მე ამშენებ და ჩუქურთმეს მე რეუკეთებ. გარდა ამისა, არის ესეთი დავათი. ეს არის სკინვალის რეგიონში. ეგ არის სტელა აღმოაჩინეს დავათის სტელა, სადაც ქართული ასოები ამოტიფრული გლოვანი ასოები მეორე საუკუნეში, მესამე საუკუნეში. და ყველაზე მთავარი, მე მინდა ჩვენ მეზობლებს სომხებს შევახსენო, მათი თქმა არ იციან, მიუთითო პირდაპირ საჩეულია ნახონ, რომ სომხური ამბანიდან დღეს არის 39-100 სომხურ ამბანში. 1500 ნიშანი არანაკლები არის აგებული ეთიოპური ამბანით. პირდაპირ შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე, ეთიოპski ალფავით ნახოთ და გაყვებით ისტორიას. და ნახოთ, რომ ეთიოპელებმა თავისი ამბანი შექმნეს წელიწადში და მე-5 საუკუნეში დაიწყეს ამის შექმნა. და 1500 ნიშანი სომხებმა აიღეს ეთიოპური ამბანი. ეთქობა ეს მესროპასტოსის ფიქრი. ოღონდ იქვია ხ, აქვია ბ. იქვია ნ, აქვია არის წლესას. 15 ეთიოპელებისგან აიღეს. 5 იაკობ სირიელმა იაკობიტებმა დაუწერეს. 39-დან 20 ხისია მე რაღა დამიწერეს. ერთი სომეხი მეუნება რომ შეხვდა იერუსალიმში სასულიერო პირი იყო თუ სიკაროსანი იყო რუსულად ლაპარაკობდა და მეუნება რომ ხოიციო ამბობს კითხვა ხოიცი მაგის ისტორიო და ხოიცებო ვინ დაწერა და მე ვთხარ რომელზე მეკითხები მეთქი სამი გქონდა ერთი ბლოვანი გქონდა ქრისტეს შობამდე გქონდა ერთი ხუცური გქონდა ერთი მხედრული და რომელზე მეკითხები რომელი დაგვიწერეთ ქრისტეს შობამდე რო გქონდა ის დაგვიწერეთ ხუცური რო გქონდა და თქვენზე ადრე სინა პალესტინის უდაბნოში როა ამოტიფრული თუ მხედრული დაგვიწერეთ და გაჩერდა ეს პასუხი ყველა ქართულს უნდა გქონდეს. იმიტომ კი არა სხვა ვინმე დავამციროთ და თავი დავიცვათ ელემენტარულად და დასაცინები არ გავხდეთ. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაკუთხოთ, მადლობა ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და უფალს რომელმაც აქ დაბადგინა, გამოატარა ჩვენას ერს ძალიან ბევრი რთული გზა, თვითყოფადობის შენარჩუნებისათვის, ჩამოყალიბებისათვის და ღირსეული ადგილის დაკავებისათვის. ჩვენ თუ რამე ვიზარალეთ ჩვენი ამპარტავნობით და ჩვენი კეთმაღლობით არის ეს დღეში რომ ამპარტავნოთ უფალი დაამდაბლოს. ეს არის ყველა დიდი ცოდვა ნაკი რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს უნდა მოვიცი. რომელიც თავ დაინდაბლეთ ამპარტავნიანად გვერდი აღამოწმოს. ნახეთ რაღაცეებზე ვიჩინებით თუ რას ვაკეთებთ და ჩვენი არ ვიცი ძველი ელემენტარული რო თქვა და უთხრა. ახო ჩამოდიან უცხოელები ვიყავს ჩვენი სკოლის შეუნები არის მაცხოვრის პარტია მე-11 საუკუნეა. ჯვარზევნები მე-6 საუკუნეა. ელაპარაკები ქვათაშებზე თქვა, ოშკზე, იშხანზე. მაგრამ აფე რომ დაუმატო რომ ეს ამბანი მე-5 საუკუნის დამწერლობა. ეცა ჩვენ წარმოვიდგინდია გლოვანები რაც არის განმოსახული. წარმოიდგინეთ რამხელა მოწიწებას გააჩენს კიდევ უფრო დიდ უცხოელებისა ჩვენ მათ თვალში ჩვენი ქვეყნისა. ვერთმა დაგლოცოთ, ვერთმა გაკუთხოთ, ვერთმა დაგიფაროთ და აუცილებლად ჩემი თხოვნა არის, ლოცვა-კურთხევა არის რომ ყველა ნელ-ნელა ხედრული გადავდოთ და ხუცურად დავიწყოთ დილას საღამოს ლოცვების კითხვა, ფსალმუნების კითხვა, სახარების კითხვა. ნელ-ნელა ჯერ დასაწყისი ლოცვები ვთქვათ, მერე წამსი, მერე ნელა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით და ყველაფერი ვიცით. ვერთმა გაკუთხოთ და ვერთმა დავიწყოთ.